აკრძალვა სანქცია. ამას სიკვდილი იმას ჩამორჩულა. დაჟა აკრძალვა სანქცია. ციხეა მაღაზიაც. ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია. გავყვეთ მუხლებს. ადამიანებს დეტალურად აუხსნათ, ვის შეეხება. აი ამ ჩანაწერით გამოდის, რომ გრანტი ხდება ყველაფერი. არა მარტო ფული, არამედ ტრენინგი, ლექცია, პროგრამა, რჩევა არ შეგიძლია რომ წამალს რომ გამოგიგზავნე შენი მეგობარი უცხოეთიდან, აი ეს წამალი მიიღო ბატონი ირაკლი კობახიძის თანხმობის გარეშე. მოდი ესეთი სიტუაცია განვიხილოთ. ChatGPT-ს თუ ეკითხები, როგორ გამოცვალო ბორბალი ავტომანქანაზე, ბრიტანეთის მოქალაქემ ეთნიკურად ქართველმა გადაწყვიტა უყიდოს მობილური ტელეფონი საკუთარ შვილს. პოდკასტერი, რომელიც მოგზაურობს და გეუბნება, რომ ამ ქვეყანაში აკარგი ყოფილა ცხოვრება. პოდკასტერებზე ხა თუ გიყურებენ თქვენთვის ცუდი ამბავი ის გვაქვს, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თეორიულად აი ამ კანონს ვერ მიუყენებ. ვის არ ეხება საქართველოში ეს კანონი? გრანტის მიმღებად შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურად საქართველოს თითოეული მოქალაქე ყველანაირი შეზღუდვების გარეშე. ანუ ვის გაურთულებს ცხოვრებას ეს ცვლილება? ვერ ჩამოთვლი ამას. ამ კანონებს ექნება თუ არა უკუძალა და თუ ექნებათ რა ნაწილში. პანდორას ყუთი მთლიან გაიხსნა. მას 8 წელი აღარ ექნება საქართველოში პოლიტიკური პარტიის წევრობის შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიგებთ დატენილ თოფს, რომელსაც ამ კანონის დამწერი გადასცემს აღმასრულებელს და ეუბნება, რომ აი შენ ვისაც გაგიხარდება, ყველას შეგიძლია ესროლო. ამას შეგვიძლია დავარქვათ ივანიშვილის კანონები ქართველი ხალხის დასადუმებლად. ეს არის კედელი საქართველოს მოქალაქეებსა და მთელ დანარჩენ სამყაროს შორის. ალბათ ესეთ კანონებს მომავალში მიიღებენ ცუდი ქვეყნები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ყველაზე უფრო არაადამიანური კანონი, რაც ოდესმე დაუინიცირებია, არა ქართულ ოცნებას კი არა, არც ამ ქვეყანაში ნებისმიერს. ეს არის კანონები, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს ქვეყანაში აიკრძალოს საუბარი. ეს კანონი არის გაჩვენების კანონი. ვიწყებთ თავისუფალი მაგიდის მომდევნო ეპიზოდის ჩაწერას. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი შეეხება კანონს, რომელიც ეცდება კიდევ უფრო მკაცრად საქართველოში დუმილი დააწესოს, ადამიანებს აუგზავნოს ლაპარაკი იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებს. ერთი წელია ჩვენ ხედავთ, რომ ივანიშვილის ოცნების პარლამენტი რეალურად ამგზავრების საქმიანობით არის დაკავებული. ხუმრობით ამგზავრ ბიუროსაც ვეძახით ამის გამო მის საქმიანობას. იმიტომ რომ ერთი წელი თუ შევხედავთ რა საკეთებენ, არის მხოლოდ აკრძალვა სანქცია, დაჟა აკრძალვა სანქცია. ვერ გავიხსენებ. ამას სიკვდილი იმას ჩამორჩულა. ხო, ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია, როგორც ცნობილი ქართულ მიუზიკშია და ვეცდებით ეს კანონი მეტნაკლებად მუხლობრივად განვიხილოთ და ადამიანებს დეტალურად აუხსნათ, ვის შეეხება, როგორ შეეხება და რა საფრთხეებს უქმნის თავისუფალ საზოგადოებას, რომლის შეენებასაც ვაპირებდით საქართველოში 30 წელი დამოუკიდებლობის მერე ვთქვით, რომ თავისუფალი საზოგადოება გვეშენებია და ეს კანონი სწორედ მთავარი ღერძის, რომელზეც ახალი ქართული სახელმწიფო უნდა დაფუძნებოდა, თავისუფალი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. დღეს სტუმარი არ გვეყოლება, ბედასაბამ გადავწყვიტეთ, რომ როგორც ორმა იურისტმა, ისე განვიხილოთ ეს კანონ პროექტი და ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს ამ კანონთან მეტნაკლებად გავცეთ პასუხი და მათ შორის ვაჩვენოთ საზოგადოებას, სად ატყუებენ მას, როგორ ულამაზებენ არსებულ რეალობას, იმისთვის რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა არ იქნეს მიღებული ამ კანონთან დაკავშირებით, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კანონი საბოლოო ჯამში სწორედ საომავლო წინააღმდეგობის გაქრობას, საომავლოდ საზოგადოებრივი აზრის გაქრობას, კრიტიკული აზრის გაქრობას ეხება. კანონ პროექტი საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა ფრაქცია ქართული ოცნების მიერ, როგორც კანონ პროექტში არის წარმოდგენილი და 29 იანვარს. კი, ეს არის პაკეტი, საკანონმდებლო პაკეტი ნიშნავს, რომ ეს არ არის ერთ კანონში ცვლილებები, ეს არის რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებები საერთო მიზნით, ხო? ესე რომ ავხსნათ. და პირველი ცვლილებები, რომელიც ამ კანონში საკანონმდებლო პაკეტში გვხვდება, არის დაკავშირებული გრანტების შესახებ კანონთან, თუმცა გრანტი ადამიანების თვალში, ყურში ცოტა სხვანაირად ჟღერს, სხვა რამეს გულისხმობდა აქამდე ყოველ შემთხვევაში როგორც ვიცით. ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდე შარშან წინ უკვე ფაქტობრივად დაიწყო ცვლილებებზე საუბარი ამ საკანონმდებლო აქტებში. შარშან პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა 1 წლის წინ დაახლოებით გრანტების შესახებ კანონში, რომელმაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა სამოქალაქო საზოგადოების
და მათ შორის არასამთავრობო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ხოლო ეხლა ხედავთ რომ ეს აღარ იქნება მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული, ეს იქნება უფრო ფართო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული. ერთი რასაც ვიტყოდი არის რომ ბოლო ერთ წელს ხადია მარტო კრძალავენ რაღაცებს არაფერს ხო არ მივიღიათ, მაგრამ ეს არის ასევე იმ ხაზის გაგრძელება, რაც დაიწყეს თუნდაც 2023 წელს უფრო შორს რო არ წავიდე, 2023 წელს იყო პირველი რუსული კანონი ინიცირებული, გამჭვირვალობის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს რაც უწოდებდნენ ისინი და მაშინაც იმას ამბობდნენ რა არის ამ კანონში რუსული, ეს არის გამჭვირვალობაზე და რაც თავარს რას ამბობდნენ, ხო რომ ეს მოქალაქეებს არ შეეხებათ, ეს შეეხებათ იმ ვიღაცა ცუდ ბიძიებს, მედიებს შეეხებათ მხოლოდ რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, შენ რაღაცა რიგითი არ ვიცი ადამიანი უშანგი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, არაფერი შენ არ გეხება. გაანებე თავი. და ჩვენ მაშინ რასაც ვამბობდით, იყო ორი რამ. პრინციპში სამი. ერთი, რომ ეს კანონი ეხებოდა თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ სულ რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ დამუქრებოდა, ვეღარ მიიღებდა იმ ბენეფიტებს, რაც მანამდე იღებდა. მეორე, რომ ეს ინდივიდუალურად აუცილებლად შეეხებოდა, ეს არ იყო დასასრული რაღაც, ეს იყო დასაწყისი, ეს იყო პანდორას ყუთის გახსნა. და ჩვენ ახლა ვუყურებთ იმ დანარჩენ ნაწილებს, რაც ამ პანდორას ყუთის გახსნის შემდეგ თანდათან ამოდის ახალი კანონები და კანონები და კანონები. და მესამე რასაც ვამბობდით და ეს არის ჩემთვის ეს კანონი, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იქნებოდა დიდი გამყოფი კედელი ჩვენსა და ევროკავშირის შორის, საქართველოს მოწყვეტ და ევროკავშირსა. ჩვენ ახლა რასაც უყურებთ, რა კი პანდორას ყუთი მთლიანად გაიხსნა, არის ის, რომ ეს კანონი, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, არის არა კედელი საქართველოს და ევროკავშირის შორის, არამედ ეს არის კედელი საქართველოს მოქალაქეებსა და მთელ დანარჩენ სამყაროს შორის, ინდივიდუალურ დონეზე. ამიტომ აი რეტროსპექტივაში რომ დავინახოთ, ჩვენ თავის დროზე როცა ვამბობდით, რომ რუსული კანონი იყო დასაწყისი, რომ აუცილებლად ინდივიდუალურ დონეზე შეეხებოდა, რომ ეს არ იქნებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოვიდოდა და დაგვაშორებდა მთელ დანარჩენ სამყაროს დღეს, რაზეც ვისაუბრებთ, მეგობრებო, ეს არის ზუსტად ამ რაღაცა ცუდი წინასწარმეტყველების, რაღაცა კასანდრას წინასწარმეტყველების ასრულება, იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ, რომ აქ გათვალისწინებული არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, უკვე ინდივიდუალურად ეხება ყველა თქვენგანს ეს კანონი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 6 წლამდე და რა დონეზე გვაცილებს ეს, რა დონეზე კლავს თქვენს კავშირებს უცხოეთში მყოფ თუნდაც თქვენს თანამოქალაქეებთან, თუ არა უცხოელებთან საერთოდ, ამას ყველაფერს ერთად გავუძლებთ. ხო, ფაქტობრივად ქვეყანა იზოლაციაში ექცევა, მოდი ესე ვთქვათ და ეს კანონპროექტი ერთ-ერთი მისი გამოხატულებაა. ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც პირველი რუსული კანონის ინიცირება მოხდა საქართველოს პარლამენტში, მისი სახელი რუსული რატომაც შეერქვა ამ კანონს თავის დროზე, იყო ის, რომ პირველი ის წინააღმდეგ იყო ეს კანონი მიღებული, ვამბობდით, ხო? ამ კანონში მტრად დასახელებული იყო ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ამას არც კანონპროექტის ავტორები უარყოფდნენ ფაქტობრივად, თუმცა მას შემდეგ 2 წელი გავიდა ფაქტობრივად, მიუხედავად მცდელობისა, რომ ამ კანონებს მთლიანად გაენადგურებინა თავისუფალი აზრი და გაენადგურებინა ის ადამიანები და მათი შრომა, რომელიც სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, მაინც ცდილობდნენ რაღაც საქმიანობა შეენარჩუნებინათ, მაგრამ ახალი კანონი ამბობს, რომ არა მარტო ინდივიდუალურ დონეზე, რომ შენ შეგიძლია სხვებს დაეხმარო, არამედ იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ჩართული რაღაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და სხვა სუბიექტებს წარმოადგენდნენ, მაგალითად ბიზნესს, მაგალითად წარმოადგენდნენ ემიგრანტებს, რომლებიც საკუთარ ოჯახებს ეხმარებიან, აი მათაც კი უკვე სერიოზული საფრთხეები ემუქრებათ ახალი კანონით. მე მგონი გადავიდეთ პირდაპირ შინაარსზე. გავყვეთ მუხლებს. აი ხო იყო რომ შინაარსობრივ განხილვაში რატო არ შემოდიან და ასე შემდეგ. აი და სათითაოდ მუხლობრივად განვიხილოთ, იმიტომ რომ თავის დროზე თუ ვერ გაიგეს ადამიანებმა, აი პრინციპის დონეზე რატო გახსინდა ეს პანდორას ყუთს მართლა და საშინელებებს გამოიწვევდა, ეხლა გვაქვს ჩვენ ტექსტი, სადაც წერია რომ შენ გიორგი არ შეგიძლია რომ წამალს რომ გამოგიგზავნი შენი მეგობარი უცხოეთიდან, აი ეს წამალი მიიღო ბატონი ირაკლი კობახიძის თანხმობის გარეშე. ხო. ნუ და ეს თანხმობის მიღება ცხადია ფაქტობრივად შეუძლებელია ძალიან ბევრს. ესე იგი, გრანტების შესახებ კანონი, რომელსაც თავის დროზე იქნა მიღებული, ეს არის 1996 წელი, როდესაც საქართველოს ახალ ცხოვრებას იწყებს, იმიტომ რომ 95 წელს მიღებული იქნა კონსტიტუცია და ახალმა კონსტიტუციამ გარდაქმნა დაიწყო ჩვენი საზოგადოების. თავდაპირველი ვერსიით გრანტად მიიჩნეოდა დონორი ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის ან შემთხვევაში კომერციული იურიდიული პირებისთვისაც გადაცემული
ფინანსური რესურსები, რომელიც უნდა მოხმარებოდა იმ მიზნების მიღწევას, რომელიც თავად ამ ორგანიზაციებს ჰქონდათ და ეს მიზნები ყოველთვის იყო კანონიერი ცხადია, იმიტომ რომ უკანონო საქმიანობის დაფინანსება მაშინაც და ყოველთვის იყო აკრძალული საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ის სეგმენტი საზოგადოებაში, მათ ბევრი ფუნქცია გააჩნიათ, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ დანარჩენ ადამიანებს, ხო? და მათ სხვადასხვა მიზნები გააჩნიათ. მაგალითად, თუ კი ავიღებდით ერთ-ერთ ყველაზე ძველ არასამთავრობო ორგანიზაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოში არსებობდა და საქმიანობდა, ის მაგალითად საქართველოს მილიონზე მეტ ადამიანს დახმარებია უფასო იურიდიული კონსულტაციით, ხო? მაშინ როდესაც ადამიანებს ჭირდებათ ადვოკატი, ჭირდებათ რჩევა და არა აქვთ ფული, მათ შეეძლოთ ეს დახმარება უფასოდ მიეღოთ მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან. მაგალითად, როდესაც საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ის არჩევნები ყოფილიყო დაცული, ყოფილიყო სამართლიანი, ყოფილიყო თავისუფალი, ამაზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომლებიც დამკვირვებლად რეგისტრირდებოდნენ მაგალითად სამართლიანი არჩევნების, ან მაგალითად იგივე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ და ისინი აკვირდებოდნენ საქართველოს არჩევნებს, რომ დაეცვათ სხვადასხვა აქტორისგან. აქ არ არის საუბარი მარტო ხელისუფლებაზე, არჩევნით მანიპულაცია შეიძლება სხვასაც ეცადა, ხო? მათგან დაეცვათ არჩევნები, რომ შენი ხმა არ დაკარგულიყო, შენი ხმა თანასწორი ყოფილიყო დანარჩენ საზოგადოებაში. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც ჭირდებოდათ ერთი მხრივ პოლიტიკის ცვლილება, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში კანონები იყო დისკრიმინაციული, ამ ადამიანებს არ ეძებოდათ ჩართვის შესაძლებლობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ ჰქონდათ საშუალება მაგალითად, თუნდაც გარემო ყოფილიყო ადაპტირებული მათთვის, ხო? ერთი მხრივ პოლიტიკაზე დაეჭირათ მხარეთმცვლებების, რომლებიც მათზე იქნებოდა მორგებული და მეორე მხრივ ჰქონდათ შესაძლებლობა, თქვათ, პირველადი საჭიროებები, რომელსაც სახელმწიფო ვერ აძლევდა ამ ადამიანებს მიეღოთ. ეტლი დაწყებული, ხო? მაგალითად, ადამიანებსაც გადაადგილება უჭირს ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარნენ. და ასე შემდგომ, მოკეთ, საქმიანობა სხვადასხვა სფეროებს მოიცავდა, სოციალურს, ეკონომიკურს, კულტურულს, ადამიანის უფლებათა საკითხებს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, დემოკრატიის გაძლიერებას. ანუ ეს არ იყო მხოლოდ ერთი შრე დემოკრატია, არამედ ეს იყო უფრო ფართო საზოგადოებრივი საქმიანობები. აი, watchdog ორგანიზაციებს ვისაც უწოდებენ, ეს არიან ორგანიზაციები, ვინც კონკრეტულად დემოკრატიის საკითხებზე მუშაობენ, ხო? აი, რაც ჩამოთვალე მაგალითად, არჩევნები იქნება, სასამართლო სისტემა თუ ასე შემდეგ. არასამთავრობო სექტორი და ზოგადად ფართო გარდებით სამოქალაქო საზოგადოება მარტო watchdog-ური საქმით არ იყო დაკავებული. მიწის რეგისტრაცია რომ მიმდინარეობდა და უბრალოდ რო გჭირდებოდა რომ შენი მამა-პაპისეული მიწა დაგერეგისტრირებინა, ამაში საერთაშორისო გამჭვირვალობა მოგეხმარებოდა. აგერ ბავშვებს პალიატიური სივრცეები რო არ ქონდა, ასე შემდეგ, ეგ ღია საზოგადოების ფონდმა შექმნა პირველად საერთოდ და ანუ ეს საკითხები კიდევ ერთხელ რომ გაიგოს ჩვენმა მსმენელმა არ გულისხმობდა აუცილებლად აი პოლიტიკურს, რასაც უწოდებენ. ეს სერვისები, ადამიანის წამლები ელემენტარულად, ხო? რამდენი ორგანიზაცია მუშაობდა, რა ვიცი, ცეჰეპატიდან დაწყებული ყველაზე მძიმე დაავადებებზე, რომ ელემენტარულად წამლები ქონდათ მოქალაქეებს, ხო? ანუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა არსებობდა ყველა სფეროში, საყოფაცხოვრებიდან დაწყებული, აი არჩევნები და რაღაცა დიდი საკითხები დამთავრებული. კი, და კიდევ ერთი რამ, რაც უახლოესმა წარსულმა აჩვენა, იმას, რასაც აკეთებდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ანგარიშების მომზადება, რასაც ამ ანგარიშებში აღწერდნენ ეს ორგანიზაციები, უცებ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იყო მართალი. მაგალითად, როდესაც კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ ელიტურ კორუფციაზე, საუბრობდნენ, რომ ბატონი ღარიბაშვილის ხელზე ძალიან ძვირიანი საათები გვხვდებოდა, რომელიც არ შეიძლებოდა ხელფასით ეყიდა პრემიერ-მინისტრს. ამაზე მაშინ იგივე ბატონი კობახიძე და სხვა წამყვანი პოლიტიკოსები ივანიშვილის ოცნებიდან ამბობდნენ, რომ ეს იყო ტყუილი. და უცებ აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილი სწორედ მსგავსი ბრალდებებით არის დღეს ციხეში, მსგავსი ბრალდებებით არის გასამართლებული ბატონი, დაპატიმრებული ბატონი ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ბატონ ფარცხალაძეზე ძებნაა გამოცხადებული საკმაოდ ძალიან მძიმე დანაშაულზე, ეს არის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორობა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მოკეთ, ის რასაც ჩვენ ვამბობდით, თავად დაადასტურა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ამავდროულად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ამაში ამხელდნენ კონკრეტულ სამართალდამხმარე პირებს, გამქრალიყვნენ საქართველოში.
მეტიც აბსოლუტურად ეთანხმება, ანუ არ არსებობს რაიმე სახის განსხვავება შეფასებებს შორის, როდესაც საუბარი არის მაგალითად 2012 წლამდე პერიოდზე. მათ შორის თეატრულუკიანის კომისიამაც კი რაღაცა ის თავის ვეება დასკვნა რომ გამოაქვეყნა, რომელსაც არავინ არ წაიკითხავს. მე მგონი საიას და გამჭვირვალობის სხვების ლინკები არის იქ მითითებული. საიას ლინკი ნამდვილად მახსოვს რო არის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც არ მინდა რომ შემიშალოს ახლა. არის იქ ლინკები მითითებული, ანუ ეს ადამიანები საკუთარი სიმართლისთვის დასამტკიცებლად იხმობენ იმ ადამიანების შრომას, რომლებსაც დღეს აუქმებენ. და არც მალავენ მიზანს. ხელისუფლება ამბობს, რომ მისი მიზანია გააქროს არასამთავრობო სექტორი საქართველოში. ანუ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც უდიდესი ტრადიცია აქვს საქართველოში, ეს ტრადიცია იწყება მე-19 საუკუნიდან და ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ წერა-კითხვის საზოგადოება იყო პირველი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ერის ხელახლა ჩამოყალიბებაში, წიგნი და წერა-კითხვა გახადა საყოველთაო, რამაც დააწინაურა ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ერი მოგვიანებით. ამ ტრადიციის გამაგრძელებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მოქმედებს დღეს ხელისუფლება და ერთი კითხვა ალბათ რომელიც უნდა დავსვათ არის ესეთი ბოლო 2 წელიწადში ადამიანების ცხოვრება გახდა თუ არა უკეთესი მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ამოქმედა რუსული კანონები ქვეყანაში და რეპრესია გამოაცხადა ყველა იმ ადამიანის მიმართ რომლებიც ცდილობდნენ სხვა ადამიანებს დახმარებოდნენ. გადავიდეთ მოკეთ კანონზე, რადგან ვახსენეთ რომ გრანტად თავიდან სხვა რამე იჩნეოდა, ანუ იყო ძალიან ესეთი კონკრეტული ვიწრო დანიშნულებით განიმარტებოდა გრანტი რაც იყო, ეს ყველაფერი შეიცვალა. აქვე უნდა ვთქვათ რომ გრანტის მიღება როგორც წესი ხდებოდა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფარგლებში. შეთანხმების ფარგლებში. ხო, ანუ მაგალითად თუ კი საქართველო ამბობდა რომ ასურდა ევროკავშირს და ახლობოდა და სურდა მაგალითად კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართალთან, რაც ეს არ არის ევროკავშირს ჭირდება, რაც საქართველოს ჭირდება, იმიტომ რომ სინამდვილეში ხო ჩვენ ვიცით რომ ნებისმიერი კანონი რომელიც ადამიანის ინტერესს და უფლებას უკეთესად იცავს ეს ქართველი მოქალაქეებისთვის სასარგებლოა და არა ევროკავშირისთვის. ევროკავშირი ამით სარგებელს ვერ ნახულობს. მაგალითად თუ კი პოლიციელმა აღარ უნდა ცემოს ადამიანი, ნაწაწამება აკრძალულია, სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებულია. თუ ეს ყველაფერი ესე არის მოცემული, ეს ქართველებს ჭირდება, საქართველოს ჭირდება და არა სხვას. და რა სხვაზე მთავარი ევროკავშირთან აფორმებ ხელშეკრულებას და იცი შენ რომ მოგცემს ევროკავშირი ფულს მაგალითად სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის, მაგალითად 100 მილიონს წელიწადში ან 2 წელიწადში და ამავდროულად ამ ფინანსების ნაწილი, მისი ძალიან მცირე ნაწილი, დაახლოებით 5% შეიძლება მიეცეს სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომელი ორგანიზაციებიც გაწევენ მონიტორინგს, შენ ხომ ამ ფულს ნამდვილად სწორად ახმარ სასამართლო რეფორმას. ხომ არ ხდება რომ ეს ფული არა ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ მათი მდგომარეობის გაუარესებას ხმარდება. კი, აი რო შევხედოთ რაღაცა პროპორციას, 5% ალბათ საერთო ოდენობისა, შეიძლება 6 იყოს ან შეიძლება 4, მაგრამ დაახლოებით 5% იყო, რაც მიდიოდა ხოლმე აი სამხალხო სექტორისკენ, რომ მათაც რაღაცა ეს watchdog-ური საქმიანობა, ანუ განიხორციელებენ კორუფცია შეესწავლოთ და სხვა რაღაცებში მიხმარებოდნენ საზოგადოებრივი ინიციატივებისთვის შეწყვეტ ხელი. ანუ რო შევხედოთ ეს საგრანტო ხელშეკრულება ზოგადად როგორ ფორმდება ხოლმე, ანუ ამას ქვია, ნუ ჯერ ერთი როგორც წესი იდება სახელმწიფოებს შორის შეთანხმება, ან შეიძლება ეს იყოს ერთგვარი საქართველოს მხარეს ევროკავშირი გაეროს სულ ერთია ვინ იქნება და შემდეგ შემოდის ეს financial agreement and spending agreement ან ხარჯვის შესახებ შეთანხმება, რომლითაც ყველაფერი არის ნათელი. ანუ აი ევროკავშირი ეუბნება მაგალითად საქართველოს, რომ აი მე მინდა აი ამ სფეროებში მოგეხმარო, ამისთვის ამდენი მაქვს, ამისთვის ამდენი მაქვს, საგრანტო ნაწილზე ამდენს დავხარჯავ, რაღაცა შეფასებაზე ამდენს დავხარჯავ, ასე შემდეგ ინფრასტრუქტურაზე ამდენს და ასე შემდეგ. და ამას უყურებს თავიდანვე სახელმწიფო და ამბობს, ოკეი, აი ეს მომწონს, რაღაცა თუ არ მოეწონა, იმაზეც მიდის, რა თქმა უნდა, შეთანხმება, საბოლოო ჯამში იდება ეს შეთანხმება. ამის შემდეგ თითოეული გრანტი კონკრეტულად რომელ ორგანიზაციასთან წავა და ასე შემდეგ, ამაზე ცხადდება საგრანტო კონკურსი და ევროკავშირი არჩევს იმ ორგანიზაციას, სიტყვაზე ვამბობ ევროკავშირს, ნებისმიერი დონორი ასე იქცეოდა, არჩევს კონკრეტულ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი შესაძლებლობა, გამოცდილება, რესურსები და ასე შემდეგ, რომ აი ეს კონკრეტული პროექტის იმპლემენტირება გააკეთოს. კი, ოღონდ მანდ არის არა თავად არჩევს, ეგ კარგად დავაზუსტოთ, არამედ ორგანიზაციებს წინასწარ აქვს საკუთარი საწესდებო მიზნები. ანუ მაგალითად მე და საბა თუ კი გადავწყვეტით, რომ ჩვენი მიზანი არის საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ დავეხმაროთ იურიდიულად და გაუწიოთ რჩევები გავყვეთ სასამართლოში, ეს ჯერ ჩვენი ინტერესია და ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ რესურსები იმისთვის, რომ მოქალაქეებს ესე დავეხმაროთ. ანუ ინიციატივა მოდის არა მისგან, ვინც რაღაც თანხას გამოყოფს ასეთ საქმიანობით, რომ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ ამას ვერ გააკეთებს სახელმწიფო. ხო, უფასო იურიდიულ დახმარებას ისე
ხარისხიანად როგორც სხვები აკეთებდნენ. არამედ მოდი ჩვენგან. ანუ ჩვენი ინტერესია, მე და საბას ინტერესია პირობითად უფასოდ დავეხმაროთ მოქალაქეებს და ამისთვის ვეძებთ რესურსებს, რომ ეს საქმიანობა შესაძლებელი გავხადოთ. ანუ მოდელი ესე იყო აწყობილი და არა პირიქით. ანუ შეიძლება არსებობდეს საქართველოში 20 სხვადასხვა ორგანიზაცია, ბევრად მეტია, მაგრამ მაინც ხო, რომელიცაც აქვს ეს საწესებო მიზანი და უნდა რომ ადამიანებს უსასყიდლოდ დაეხმაროს, ხო? და ეს რა თქმა უნდა საფულო ბენეფიტი არის იმ ადამიანების, ვისაც ეხმარებიან, რაც შეიძლება დონორს გაიკეთებინა ერთადერთი თუ აქ უნდა და ანუ შეიფასებინა უბრალოდ აი რომელი არის ყველაზე კარგად ვინ მიეხმარება ვიღაცებს. მაგრამ საითქენს მივდიოდი არის ის რომ აი თავიდან ხო ეს დიდი შეთანხმება ფორმდება, სადაც ყველაფერი ისეც ნათელია, მაგრამ ეგეც არის აი სახელმწიფოს გქონდა ყველა ინფორმაცია საერთოდ. აი თითოეულ პროექტთან დაკავშირებით, აი რომელი გრანტი საწავიდა და ასე შემდეგ ეგ გრანტი ასევე დღემდე ასეა რეგისტრირდება შემოსავლების და საგანსახადო უწყებებში. ანუ სახელმწიფოს მისდიოდა ინფორმაცია და მისდის დღემდე აბსოლუტურად ყველა გრანტზე, რომელიც აქ გაიცემოდა უცხო ორგანიზაციების და სახელმწიფოს ასე შემდეგ მიერ. ეხლა იცვლება გრანტის დეფინიცია და როგორ. ხო, ესე იგი გრანტად ახალი ცვლილებებით მიიჩნევა, როგორც კანონპროექტში წერია, მე ამას ვაჩვენებ, რომ კანონპროექტიდან ვკითხულობ და არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია მისი. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის, აქ პატრა გამონაკლისს იურიდიულ პირებზე და გამოტოვებ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან სანჯარო ინტერესიდან მიდგომებიდან ან ურთიერთობიდან გამომდინარეობს. დავშალოთ ახლა მოდი ეს მუხლი, უფრო თვალსაჩინო რო გავხადოთ, რას გულისხმობს მისი შინაარსი. პირველი დავიწყოთ იმით, ვისგან მიღებული ნებისმიერი თანხა, ნებისმიერი არა მარტო ფული, არამედ ტრენინგი, ლექცია, არამატერიალურად გადმოცემული სიკეთე, მაგალითად, რა ვიცი, პროგრამა, რჩევა შეიძლება მოექცეს ამ კანონის მიხედვით გრანტის შინაარსში. კი ბატონო. ყველა გრანტს ისე როგორც ყველა ხელშეკრულებას აქვს სამი ძირითადი, ესე რომ ვთქვათ, ნაწილი, ხო? ვინ არის გამცემი, ვინ არის მიმღები და რა არის ხელშეკრულების საგანი. ხო? ხელშეკრულების საგანი იცვლება. პირველი და ყველაზე დიდი ცვლილება არის ეს. თუ აქამდე გრანტი იყო საგრანტო ხელშეკრულება, მარტივად რომ ვთქვათ, და საგრანტო ხელშეკრულება განსხვავდება თავისი არსით, შინაარსით, მიზნებით, ყველაფრით, მაგალითად სერვისის ან მომსახურების ხელშეკრულებისგან, იჯარის ხელშეკრულებიდან ასე შემდეგ ყველაფრიდან, ახლა აი ამ ჩანაწერით გამოდის, რომ გრანტი ხდება ყველაფერი. გრანტად ითვლება ნებისმიერი სახის სიკეთე, ნებისმიერი სახის ბენეფიტი, გინდაც ფულადი, გინდაც სახსრები როგორც წერია, გინდაც ნებისმიერი სხვა სახის თუნდაც არაფულადი სიკეთე, რომელსაც ერთი პირი მეორისგან იღებს. ეს პირები რო ვთქვათ, გრანტი აღარ არის მარტო გრანტი, რაც მანამდე იყო, გრანტად მიიჩნევა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქემ მიიღოს უცხო ქვეყნის ფიზიკური პირისგან, ან უცხო ქვეყნის ორგანიზაციისგან, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაციისგან. აი ესე რო ვთქვათ, უფრო ეს გასაგებად რო ვთქვათ, ხო? მაგალითად, თუ კი საქართველოში ყოფი ღვინოს ვამთ და მეღვინე მიიღებს რჩევას იმასთან დაკავშირებით, როგორ აჯობებს იყოს მოწყობილი ღვინის სექტორი საქართველოში, მაგალითად, ფრანგული გამოცდილების გაზიარება, რომელიც მოწინავე ქვეყანაა ღვინის წარმოებაში და ამ რჩევის შესაბამისად ეცდება საქართველოში დაორგანიზდეს, რომ მოთხოვოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ან სახელმწიფოს პარლამენტს კანონში გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ეს რჩევა შეიძლება ჩაითვალოს გრანტად და ამისთვის მას შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სწორად ვამბობ? აბსოლუტურად, ეს პასუხისმგებლობის დარჩენის ყველაფერში გავყვებით ბოლომდე. კიდევ ერთხელ, გრანტი აღარ არის საგრანტო ხელშეკრულება. გრანტი არის ნებისმიერი ხელშეკრულება,
რომლის თუნდაც ზეპირი, რომლის საფუძველზეც ერთი პირი მეორე პირისგან, უცხოური პირისგან ამაზე ვისაუბრებთ, მიიღებს რაიმე სახის benefits. სულ ერთია როგორ benefits. აი ნიდერლანდები რო ავიღოთ ხო, აი უპატარავესი ქვეყანა მესამე ადგილზე არის რაღაცა აგროინდუსტრიის ამბავში გარეთ გავს სოფლიოში, ხო? აი იქიდან დაუშვათ გვინდა სიმინდის უკეთესად მოყვანა ვისაუბროთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამის შემდეგ რჩევა, არც უფული რჩევა რომ მიიღო, ამისთვის დაგჭირდება, რა ვიცი ბატონი ირაკლი კობახიძის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობა და ნუ ამაზე მივალთ. და რაც მთავარი, აქ არის ყველაზე დიდი კაუჩუკის ნორმა შემოტანილი გრანტის დეფინიციისთვის, იმიტომ რომ მან წერია, რომ ეს ფულადი სახსრები ან სხვა სახის ბენეფიტი, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს. რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო ინსტიტუტების საზოგადოებრივი აზრის ან სხვა სახის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოკლედ. ეს არის ყველაფერი. როგორ შეიძლება აი მაგალითად აი ეგ რჩევა, საერთოდ მე ხმას არ ვიღებ, სტატუსს არ წერ, გარეთ არ გამოდივარ, აქციაზე არ მივდივარ. რჩევას რომ აძლევს ის მე, რომ აი დაუშვათ უკეთესი იქნება თუ ირიგაციის სისტემა მოწყობილი იქნება აი ასე და არა ასე. ეს ხომ მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ მე ვიღაცას წერილით მივწერო, რომ აი იცით რა ბატონო, რა ვიცი, ქვემო ქართლის რომელიღაცა მუნიციპალიტეტო თეთრი წყაროს რაღაცა გამგეობა და ასე შემდეგ, ხო? იქნებ ეს ასე მოვაწყოთ. მორჩა რა კი ასეთი თეორიული შესაძლებლობა არსებობს, აი ამ კანონ პროექტის ავტორების აზრით, აი ესეთი რაღაცა ტექნოლოგიური ინფორმაციის გაზიარებაც კი უკვე აქცევს ამ რჩევას გრანტს. ეს აბსურდულობა უფრო თვალსაჩინოდ რო ვაჩვენოთ და ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ საქართველოს მოქალაქემ ან იურიდიულმა პირმა, კერძო კომპანიამ, რომელმაც უნდა შეასრულოს რაღაც ვალდებულება, სატენდერო ვალდებულება, თუნდაც მაგალითად როგორ უნდა დაიგოს გზა პირობითად, გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს ინტერნეტში, იპოვა ერთ-ერთი ცნობილი კომპანია, რომელიც ასეთ საქმიანობის კონსტრუქციებით არის დაკავებული და ამ კომპანიას საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ აქვს განთავსებული ლიტერატურა იმის შესახებ, როგორ შეიძლება დაპროექტეს გზის მშენებლობა ნაკლებ ხარჯიანად, მაგრამ უკეთესი ეფექტიანობით. თუ ეს კომპანია ამ დოკუმენტს ჩამოტვირთავს, წაიკითხავს და მე ეცდება ვთქვათ, დაარწმუნოს ხელისუფლება, რომ გზის გაკეთება ესე უფრო ეფექტიანი არის, თუ ეს ჩამოტვირთვა განხორციელდა მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე, ის ავტომატურად მოექცევა სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ. სწორად ვამბობ, ხო? ის აბსურდულობა რო აჩვენებს. ანუ ერთ რაღაცას დავუშვებ ხოლმე, რომ ჩამოტვირთვას არ ჭირდება იდეაში, რომ გაისმა იქიდან გავნიან, ხო? ეგეც კი საკმარისია. აი, ისევ აგროსფეროში რო დავჭეთ, ხო? აი, დავშვათ ადამიანმა, ფერმერმა, წაიკითხა მართლა ჩამოტვირთა რაღაც, ანუ არავის არ ესაუბრა და ინტერნეტში მოიძია ChatGPT-ს კითხვა ასე შემდეგ, რომ თურმე ხორბლის მოსავლის შემდეგ ყანას რომ წვავენ ხოლმე, ხო, რაც დარჩება და ასე, ეგ ცუდია. არ შეიძლება და სხვა თავის იქ ფერმერებსაც უთხრა რომ ჩვენი მიწა რო არ გამოიფიტოს და ასე შემდეგ, მოდი არ ვქნათ ეს, არასწორია, ხო? იქ ბუნებას აზიანებს, მიწას ფიტო, ასე შემდეგ. ეგ უკვე გრანტია. ხო. ანუ კანონით კი დღესაც აკრძალულია, ვთქვათ, ესეთი ცეცხლის გაჩენა, დღესაც დაჭადია, მაგრამ თუ კი ჩემი ეს რჩევა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, რომ არა იძულებით კანონის შიშით, არამედ ნებით, რომ ადამიანებმა ეს აღარ გააკეთონ, ამის ესე ვთქვათ, გავრცელებას, ამ იდეის პოპულარიზაციას ვეწევი, ეს ჩაითვლება, რომ ეს არის, ესე იგი, პოლიტიკის გატარებისკენ მიმართული ჩემი ქცევა, საზოგადოებრივი აზრზე გავლენის მოხდენა, მე ეს ყველაფერი წავიკითხე სადღაც უცხოურ საიტზე უფასოდ, მაგრამ ეს ჩემთვის უკვე ცოდნაა, რომელიც მივიღე უცხოეთიდან და შესაბამისად მე შეიძლება ვიქცე კრიმინალად. ამას გვეუბნება კანონის ეს დებულება. კარგი, მოდი. აი, ორ ნაწილსაც რო შევეხოთ, ანუ ვინ არის გამცემი ამ შემთხვევაში და ვინ არის მიმღები, ხო? ანუ მიმღები არის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. როგორც შენ წაიკითხე ამ წამს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე და აქ არის ძალიან საინტერესო, რომ მან არ არის შეზღუდვა გაკეთებული იმაზე, ეს საქართველოს მოქალაქე საქართველოში უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. ფაქტობრივად ეს კანონი შეეხება ყველა ემიგრანტსაც, რომელიც შეიძლება, რა ვიცი, მუშაობდეს Fox-ში, Google-ში, Meta-ში, ასე შემდეგ, ნებისმიერი პირი, რომელიც უბრალოდ უცხოური ორგანიზაციისგან, თუნდაც საზღვარგარეთ მუშაობს და უცხოური ორგანიზაციისგან იღებს რაღაცა თანხას და შემდეგ რაღაცა თავის ინფორმაციას, რომელიც ამის ფარგლებში მოიპოვა, უზიარებს აქ
საქართველოს მოქალაქეებს, ისე რომ არ აქვს აღებული ბატონი ირაკლი კობახიძის ნებართვა. და ვინ არის ამ გრანტის, ამიტომ გრანტის მიმღებად შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურად საქართველოს თითოეული მოქალაქე. ყველანაირი შეზღუდვების გარეშე. და რაც შეეხება გრანტის გამცემს, გრანტის გამცემი ამ შემთხვევაში აი ამ კანონის მიხედვით, ანუ ამ კანონის სუბიექტი არის უცხოეთის სახელმწიფო, ან უცხოური იურიდიული პირი, ან უცხოური ფიზიკური პირი, მოქალაქე. რაშიც უცხო ორმაგი მოქალაქეობა ვისაც აქვს მაგალითად საქართველოს მოქალაქეებს, ისინი შედიან ძალიან ჩვეულებრივ. და საინტერესო კიდევ ერთი აი აბსურდულობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის რომ მე რომ ის მაგალითი რომ გავაგრძელოთ, რომელიც შეეხებოდა გადაწვას მინდვრების, რაც ძალიან მავნე პრაქტიკაა, ხო, ეკოლოგიისთვის, მიწის ცოცხალ ორგანიზმებს მთლიანად ანადგურებს ფაქტობრივად სავარგულებზე. მე რომ ამ ინფორმაციას ჩამოვტვირთავ უფასოდ, ან წავიკითხავ, კრიმინალად ვიქცევი არა მარტო მე ამის გამო, არამედ ამ კანონის მიხედვით ასევე კრიმინალი არის ის, საიდანაც ჩამოვტვირთე ეს ინფორმაცია უფასოდ. ანუ ისიც, რომელიც ავიცი, საჯაროდ სივრცეში განათავსა რაღაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი, თუ არ აქვს მასაც წინასწარი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან, რომ ქართველმა მოქალაქემ შეიძლება ეს წაიკითხოს, შეიძლება მასეც აღიძრას სიცხის სამართლის საქმე. ერთადერთი გამონაკლისი მან შეიძლება იყოს ეს უბრალოდ ოღონდ სისხლსამართლებრივი საკითხი არის. ორი ვარიანტი შეიძლება იყოს, ერთი როცა მან არ იცის რომ აი საქართველოს მოქალაქემ ჩამოტვირთა და ასე შემდეგ და მეორე როცა იცის, ანუ დაუშვათ დაელაპარაკა თვითონ, ხო? მეორე ვარიანტში აშკარა არის რომ სისხლსამართლებელი პასუხისმგებლობა მასაც ეხება ის გრანტის გამცემი განზრახ გასცემს გრანტს კობახიძის თანხმობის გარეშე. პირველ შემთხვევაში შეიძლება არსებობს რაღაც სისხლსამართლებელი არგუმენტი რომ აი განზრახვა არ ქონდა და არ იცოდა და ასე შემდეგ, ხო, რომ საერთოდ ჩამოტვირთეს, მაგრამ მან შეიძლება იმ სიტუაციამდეც მივიდეთ და იმედია ესე არ მოხდება რომ შეზღუდონ საქართველოს გეოლოკაციურ შეზღუდვა დააწესონ და ასე შემდეგ. ანუ ეს ტექნოლოგიური ცნობიერების რაღაცა სრულიად შემოფარგლულ კედელში შეიძლება აღმოჩნდეთ აი ამ რეგულაციების გამო. კითხვას დავსვამ. აი ხა ძალიან პოპულარული ხდება ბოლო 2 წელია, ვიცით რომ ხელოვნურმა ინტელექტმა აბსოლუტურად ახალი ტიპის შესაძლებლობები გააჩინა ძალიან ბევრ სექტორში, ეს არ ეხება ვთქვათ მარტო ტექნოლოგიებს, ეს ეხება ძალიან ბევრ სექტორს. და ადამიანებმა შეიძლება ხელოვნური ინტელექტის რჩევა მიიღონ რაღაც საკითხთან დაკავშირებით. ეს ალბათ ამ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებსაც აყენებს როგორც კომპანიებს, აყენებს როგორც კრიმინალს, რომელიც უფასო ვერსიები, რომლებიც მოქალაქეები რაღაც რჩევას იღებენ მათგან და შესაძლებელი ამ რჩევის შესაბამისად რაღაც ადამიანებს უხსნიდნენ, როგორ არის უკეთესად მოწყობილი სხვადასხვა სფერო ცხოვრების. ეს ადამიანები იქცნენ ასევე როგორც კრიმინალებად, ასევე თავად ხელოვნური ინტელექტის კომპანიებმა თავი შეიკავონ მომავალში, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს იყოს უფასო სერვისი, ან საერთოდ სერვისი მიაწოდონ, იმიტომ რომ ამ მიზნით შეიძლება მათ წინააღმდეგაც დაიწყოს გამოძიება. კი, აბსოლუტურად, აი როგორც მაგალითად რუსეთზე აქვთ ან სხვა ქვეყნებზე რაღაც გეოლოკაციური შეზღუდვები დადგენილი, ხო? Google არ არის რუსეთში ძალიან მარტივად რო ვთქვა, ხო? და სხვაები კიდევ საბოლოო ჯამში თუ არ ატყუებ Google-ს რომ არამე რუსეთიდან კი არ გერთვები რაღაცა ტაჯიკეთიდან გერთვები, ხო? ანუ სადღაც მანდ მივდივართ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ChatGPT-ს კითხავს რაღაცას, ან Claude-ს, ან რა ვიცი, Google-დან მოიძებს რაღაცას და Meta და ასე შემდეგ, ხო? სულ ერთია უფასო რაღაცა რჩევას მიიღებს ამ კანონპროექტის აღქმით. და უფასო რჩევას მიიღებს იმისთვის, რომ აი რაღაცა შეცვალოს საზოგადოებაში ირგვლივ, რატომ ვარსებობთ ადამიანები, ხო, ირგვლივ რომ რაღაცა შევცვალოთ, რაღაცა გავაუმჯობესოთ. ამ კანონის აღქმით ესეთი უფასო რჩევის მიღება და მე რაღაცეების გაკეთება იმის რომ შეცვალოს, სულ ერთია რას გააკეთებს, სულ ერთია რომელ სფეროში, ყველაფერი გადის გრანტში, შენც და გრანტის გამცემიც ექვემდებარებით იმ სისხლსამართლეობრივ პასუხისმგებლობას, რომელიც მაგ კანონპროექტშია ასახული. აი ხა ესეთ სიტუაცია წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც არის ეთიკურად ქართველი, მისი ოჯახის წევრები, შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები, ცხოვრობენ საქართველოში, ან საქართველოს გარეთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ბრიტანეთის მოქალაქემ ეთიკურად ქართველმა გადაწყვიტა უყიდოს მობილური ტელეფონი საკუთარ შვილს, რომელიც შვილიც ამ მობილური ტელეფონით ხშირად გამოხატავს ხოლმე პროტესტს რაიმე საკითხებთან მიმართებაში. შეიძლება იყოს
თქვათ, დღევანდელი ხელისუფლება, შეიძლება იყოს ოპოზიცია. ანუ ეს არ ეხება მარტო ხელისუფლების შეიძლება არც ერთი არ იყოს. ხო, მაგალითად აყალიბებს საზოგადოებრივ რას, რამდენად ცუდი არის საქართველოში ოპოზიციური პარტიები. ეს ადამიანებიც ამ კანონის მიხედვით, თუ კი არა აქვთ მიღებული თანხმობა საქართველოს ხელისუფლებისგან, იქცევიან ავტომატურად დამნაშავეებად. სწორად მესმის ეს ნაწილი აბსოლუტურად სწორია. მეტიც თვითონაც არ ჭირდება რაღაც აზრი გამოთქვას. აი დავუშვათ სადმე ცხოველი აწამეს და პოლიციამ არაფერი არ გააკეთა. სულ ერთად ამაზე ვიღაცამ დაწერა პოსტი. ამ ადამიანმა შენს მაგალითში დედის მიერ ნაჩუქარი ტელეფონით ადგა და გადააშიარა სხვის მიერ დაწერილი პოსტი. ეს მაინც შეითვლება მის მიერ აზრის გამოხატვაც და ხდება უკვე აი ამ რეგულაციაში. და აი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რო შემოდის, ეგ არის მართლა ყველა საინტერესო, იმიტომ რომ აქამდე რა კანონებიც ქონდა, ეს იქნებოდა რუსული კანონი ეს პირველი, ეს იქნებოდა შემდეგ მიღებული ფარა თუ მათ შორის გრანტების კანონში შესული წინა ცვლილებები, საბოლოო ჯამში თეორიულად ითვალისწინება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას, მაგრამ იქამდე იყო პროცედურები რაღაცები. აქ ნუ პროცედურებზეც ვისაუბრებთ, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი ყველაზე მეტია, რაც აქამდე ყოფილა. ასე გებია. ასევე კანონი გვეუბნება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადიდან ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, თუ ეს არ იქნება ასევე შეთანხმებული. ანუ აქაც რაზე ვსაუბრობთ, რომ მაგალითად ავიღოთ რომელიმე ფონდი, საერთაშორისო ფონდი, თქვათ ეს შეიძლება იყოს გერმანული, იაპონური, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის, რომელსაც ყავს ფილიალი საქართველოში. და ეს ფილიალი მაგალითად არის დაკავებული ისეთი საკითხების შესწავლით, რომელიც დაკავშირებულია ჯანდაცვის საკითხებთან. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ეუბნება, რომ შენს ფილიალს რომ მიაწოდო ფინანსები, ამასთან დაკავშირებით, შენ ასევე გჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა, წინამძღოლ შემთხვევაში ესეც ჩაითვლება კრიმინალურ საქმიანობად. კი, ანუ ესეც სრული სიახლე ამ კანონში რაც ხდება, აქამდე თუ იყო ჩანაწერები, რომ ანუ ეს ფილიალები ან ასე შემდეგ, ან ფილიალის საერთოდ ავიწყდებოდათ, ანუ რომ ეს ორგანიზაციები რას გასცემენ, ეს უნდა შეთანხმებული იყო და ასე შემდეგ. ეხლა ფილიალი თავისი სათაო ოფისისგან რამდენ ფულს მიიღებს, შეიძლება საერთოდ ვერ დახარჯოს, ხო? ეგეც კი შესათანხმებელი ხდება, ეს მიანიშნებს ჩემთვის რაღაცა პარადიგმულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომ აქამდე თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის პატარა ფონდებზე არ მხოლოდ საუბარი აქვს გაეროს რამდენი პროექტი აქვს და კიდევ სხვაებს, ხო? თუ აქამდე მათ რაღაცნაირად ერიდებოდნენ იქ რაღაცა გამონაკლისებიც მიუციათ სტაფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ახლა აქ არაფერი მსგავსი აღარ იქნება, მათაც შეეხნენ. კარგი, მოდი ესეთი სიტუაცია განვიხილოთ. საზოგადოებრივ ყოფი საქართველოს მოქალაქეები, ემიგრაციაში მყოფი ადამიანები გადაწყვეტენ, რომ თქვათ, რომელიმე დასავლურ ქვეყანაში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, დააფუძნონ არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი, რომელიც დაეხმარება საქართველოში უსახკარო ადამიანებს, ხო? სამწუხაროდ ამ პრობლემას სახელმწიფო სათანადოდ ვერ აგვარებს დღემდე, მაგრამ მათ გადაწყვეტეს ესეთი ფონდის დაფუძნება. თუ ეს ფონდი არ მიიღებს წინასწარ თანხმობას საქართველოს მთავრობისგან, ანუ ამერიკაში საქმიანობაზე, ექცევა თუ არა ეს ფონდი ამ კანონის ქვეშ და რას ითვალისწინებს? ამ კანონის შემდეგ, აი ასეთ ფონდს დავუშვათ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, ხო, რომლებსაც დააფუძნეს იქ ორგანიზაცია ლეგალურად რომ იფუნქციონირონ, თუ ამ ორგანიზაციას ესურვება რომ საქართველოში მყოფ ხანაზმულებს უსახკარობს ასე შემდეგ დაეხმაროს, მთავრობის ნებართვის გარშე ამის შესაძლებლობა არ ექნება. და მეტიც ახლაც თუ აკეთებენ ამას უკვე რაღაც ბევრი წლის განმავლობაში ადვილად არის გადამოწმებადი რომ ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და ასე შემდეგ, სანამ ნებართვას არ მიიღებენ, უნდა შეწყვიტონ. და ხო ეს ნებართვის მიღების პროცედურა კიდე ჯერ საერთოდ არის გაწერილი, ხო? ამ ადამიანს არ შეეძლებათ არც ინდივიდუალურად მოქალაქეებისთვის გადარიცხვა, არ შეეძლებათ არც აქ ფილიალი რომ დაარსონ და იმის მეშვეობით ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონიროს ამ ფილიალმა და ისე მიაწოდოს, ისე გასცენეს ფული, არ შეეძლებათ არც რაღაცა სხვა სახის პროგრამების დაწყება აქ, რომლითაც მოქალაქეებს დაეხმარებიან. ეს კანონი უკრძალავს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველებს, რომ დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს. აქ მყოფ მოქალაქეებს.
კი, ოღონდ ეგ მარტო იმაზე არ არის კიდე საუბარი, რომ აქ დაეხმარონ, არამედ თუ ეს ორგანიზაცია არის მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში პირობითად დაფუძნებული, ამ ორგანიზაციამ რომ იქ მყოფი სხვა პირისგან მიიღოს რჩევა რომ მიიღოს. თვითონაც იქნებიან პრინციპში. ამ რჩევაზეც თუ არ მიიღებს წინასწარ თანხმობას, ანუ აქ რო არაფერი გააკეთოს ჯერ. ანუ ამბობს რომ ჩემი საქმიანობა დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, მაგრამ მე მინდა მოვისმინო, ვთქვათ, ამერიკის Gates-ის Foundation-დან მინდა რომ გავიგო, ანუ Obama-s Foundation-დან მინდა გავიგო, აი როგორ ვიყო უფრო ეფექტური. კი ბატონო. და ეს რჩევა რომ მივიღო, თუ კი ეს რჩევა მივიღე საქართველოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემს საქმიანობას მომავალში უკავშირებს საქართველოს და ეს არ იყო წინასწარ შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, მე ხდები კრიმინალი. კი. კეთილი. მოდი ესე უფრო მასშტაბურად რო შევხედოთ ამ საკითხს, ვის არ ეხება საქართველოში ეს კანონი? ვის შეიძლება არ შეეხოს ეს კანონი? ეს კანონი საქართველოში რომ არ შეგეხოს, ამისთვის პირველ რიგში შენ არ უნდა გქონდეს არავითარი კავშირი უცხოეთთან, გავანებო თავი. მაგრამ უცხოეთში არ იგულისხმება მხოლოდ ადამიანები, ხო? უცხოეთში იგულისხმება ის ცოდნა, ის დიდი ცოდნა, რასაც ყოველდღიური შეხება გვაქვს smartphone-ების და ასე შემდეგ ტექნოლოგიების გამოყენებით. ამიტომ ეს ადამიანი ტექნოლოგიებთანაც არ უნდა იყოს ახლოს საერთოდ. მაგრამ ცხადია თუნდაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებთან რომ იყოს კონტაქტში ეს ადამიანი, ხო, შეიძლება ის დაისაჯოს, აი სისხლისმმართველი პასუხისმგებლობაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ბარემ გადავახდეთ ცოტა, ეს კანონი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს იმას, რომ ეს არის არანაკლებად მძიმე, არამედ მძიმე დანაშაული. და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ცალკე ისჯება. ამიტომ ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეებთანაც არ უნდა იყოს კავშირში, იმიტომ რომ შეიძლება თვითონ არ ქონდეს, დავუშვათ მე არც smartphone-ი მაქვს, არაფერი არ მაქვს საერთოდ, არც უცხოელებს რო ვიგებ რომ საქართველოს მოქალაქე არის, არ ველაპარაკები, მაგრამ შენ გელაპარაკები. და შენ თურმე მითხარი რომ აი შენ რაღაცა პროექტს ახორციელებ და ასე შემდეგ, ხო? შენ რაღაცა კავშირი გაქვს. მე უკვე შეიძლება დავისაჯო შეუტყობინებლობის გამო. ამიტომ შენთანაც არ უნდა მქონდეს კონტაქტი. ანუ მე კონტაქტი საბოლოო ჯამში არავისთან არ უნდა მქონდეს. მე უნდა ვიყო სადაც დამუქვაბულში, ხო? და იზოლირებულ ადამიანს არ შეეხება. ან არ შეეხებათ გარდაცვლილი. მე უნდა ვიყო, აი აღარ უნდა ვიყო, პლატონი იყო მე მგონი ვინც უწოდებდა ეს სოციალური ცხოველი, ადამიანის სოციალური ცხოველია და მარტო არსებობა არ შეუძლია სხვებს ეძებსო, ხო? ეგ ადამიანობაზე უნდა ვთქვა უარი, სხვა ადამიანებთან თანაარსებობაზე უნდა ვთქვა უარი, თუ მინდა რომ თუნდაც თეორიულად ეს კანონი მე არ შემეხოს. ხო, ესე იგი ახლა ეს მე როგორც იურისტი ესე ვიტყოდი რომ ეგეთი კანონი ხო სინამდვილეში ბევრ რამეს ეწინააღმდეგება სამართალში რა. ეხლა თუ სამართალზე როცა ვლაპარაკობთ, სამართალი არ არის კანონები. ეს ბევრს გონია რომ იურისტები არიან ისინი, ვინც კანონები იციან. კანონი შეიძლება ისწავლოს ფიზიკოსმაც, შეიძლება ისწავლოს ქიმიკოსმაც, ისწავლოს ავიცი სხვა სფეროს მათემატიკოსმაც და ასე შემდგომ კანონის გაზრდილი ხო ხელს რომ მოაწერს ხო ფეხბურთელები თათ კარგად ვერ სწავლობენ როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში მაგრამ ერთი რამ არის ცხადი რომ სამართალი არის უფრო ფართო რამ სამართალი არის სამართლის პრინციპების ერთობლიობა და სისხლის სამართალშიც როცა სამართლის პასუხს ვლაპარაკობთ რა მთავარი პრინციპია რომელსაც რეალურად სისხლის სამართალი უნდა შეესაბამებოდეს და ერთ-ერთი მათგანი არის რომ კანონი უნდა იყოს განჭრეტადი ანუ ადამიანებს უნდა შეეძლოთ კარგად ამოიკითხონ, ცხადად ამოიკითხონ, თუნდაც იურისტის დახმარებით, რა ქცევისთვის წესდება პასუხისმგებლობა, რომ მათ თავი არიდონ ესეთ მოქმედებას, ხო? არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ეს ქცევა თავად რაც წერია კანონში, სწორია თუ არასწორია. ამაზე ცალკე შეიძლება ვიდაოთ, რომელ უფლებას, როგორ ლახავს და რა მიზნით არის და ამაზე ვისაუბრებთ. მაგრამ თავად ის რომ მე კარგად გავიგო, რას ეხება ეს კანონი, ანუ რას მიკრძალავს ეს კანონი. რამდენად პასუხობს ეს კანონი ამას. ანუ რამდენად შეიძლება ადამიანებმა წარმოიდგინონ სრული ჩამონათვალი იმისა, რასაც ეს კანონი გრძალავს. აი მაგალითად, ხო ვიცით რომ ქურდობა ვიცით რომ არის დაჯადი და რა არის ქურდობა თუ კითხავენ ადამიანს, ეს არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მისაკუთრების მიზნით. ხო, მასაცნობ მისაკუთრების მიზნით. ანუ ეს ვიცით რაც არის ქურდობა და ვიცით რომ ეს არ უნდა გავაკეთო. და რომ რაღაც ლიმიტები აქვს. მაგალითად, დენის ქურდობაში არ გადის სხვა დანაშაულია, იმიტომ რომ ნივთი არ არის რაღაცა ჩემს საკუთარ ჩემს საკუთარ ნივთს თუ დავიბრუნებ, ჩემი რო არის არ მიბრუნებს, ეგეც ქურდობა არ არის, ფიქრება იყოს და ამ ლიმიტები აქვს რა, აი რაღაცის მერე ეს დანაშაული აღარ არის. განსაზღვრული არის, რომ მე წარმოვიდგინო, როცა მოქმედებ და თან აქ სამართალში ვთქვათ, რომ მოქმედებს პრეზუმპცია, რომ ადამიანებმა კანონები იციან, ესეთი დაშვებაა. ყველას არ აქვს აკეთული სამართლის კოდექსი ცხადია, მაგრამ დაშვება არსებობს, რომ ადამიანებმა ეს იციან. და მოქმედებ იმ დაშვებით, რომ შენ ამგანს არ გააფუჭებ. აი
ამ კანონთან მიმართებაში რამდენად არის თუნდაც თეორიულად შესაძლებელი არსებობდეს გაკეთდეს ნუსხა რა არის აკრძალული. კი. პირველ რიგში რატო არის ეს განჭვრეტადობა მნიშვნელოვანი რა? განჭვრეტადობას რო გავანებოთავ ეს რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვა და ლექსერტა და ასე შემდეგ რო არ მოიხსენიოთ, აი ბოლოს რაც თქვი, ეგ რატომ არის მნიშვნელოვანი რა? რომ რაღაცა ვიცოდე რისი გაკეთება შემიძლია, რისი გაკეთება არ შემიძლია. ეგ მოდის სამართლის ძალიან ძველი ტრადიციებიდან, რომაელებიდან ის რა ვიცი, ანგლოსაქსური სამართლის ასე შემდეგ, რაც ქვია fair warning, ხო? მარტივად ვთქვა სამართლიანი გაფრთხილება. სახელმწიფოს ზოგადად კანონშემოქმედ ადამიანს კანონშემოქმედს ხო პარლამენტს ამ შემთხვევაში ადამიანი წარმოდგენილი უნდა ყავდეს როგორც სუვერენული არსება რომელიც არის გონიერი რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება და კანონებიც უნდა იწერებოდეს ამის მიხედვით რომ აი მე თუ შენ აგიკრძალავ ქურდობას და ჩამოვაყალიბებ ქურდობას გარკვეული გასაგებად, რას გიკრძალო ამას თუ გასაგებად გეტყვი, მაშინ შენ მე აი ამას თუ დაარღვევ, ეს ყოფილა მაშინ შენი გადაწყვეტილება, შენ აირჩიე, რომ ეს კანონი დაგერღვია. და ამიტომ თუ ეს განსაზღვრულობა არ არსებობს, ადამიანებს ეკარგებათ ადამიანობა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აღარ შეუძლიათ განსაზღვრონ რა არის დანაშაული, რა არ არის დანაშაული, არ შეუძლიათ თავიანთი სამომავლო მოქმედებების დაგეგმა და ვიგებთ სიტუაციას, სადაც სახელმწიფო ამბობს, რომ მე შემიძლია შენ დაგსაჯო, იმიტომ რომ როცა მინდა გადაწყვეტო, რომ დაარღვიე კანონი, როცა მინდა გადაწყვეტო, რომ არ დაარღვიე და მთლიანად კარგავ სუბიექტობას. ამ შემთხვევაში რომ ვიმსჯელოთ, როდის შეიძლება შენ ეს კანონი არ დაარღვი, ანუ ვერ ჩამოთვლი ამას. ან კიდევ ერთხელ, თუ შენ რაიმე სახის კონტაქტი გაქვს ადამიანთან, ან ტექნოლოგიასთან, Facebook-ის უფასო აკაუნთი თუ გაქვს, Google-ში თუ ნახულობ, YouTube-ზე თუ ნახულობ უფასო რაღაცა, არ ვიცი, გაკვეთილებს ელემენტარულად ChatGPT-ს თუ ეკითხები, როგორ გამოცვალო ბორბალი ავტომანქანაზე, შეიძლება მოგედავო ნებისმიერ დროს შენ რო ბორბალი გამოცვალე, იმითი ხო სადღაც მიდიოდი რომ რაღაცა გელაპარაკა, ესე იგი, მიზეზობრივ ჯაჭვში არსებობს ეს, უამისოდ შენ იქ ვერ წახვიდოდი, შენ იმ აზრს ვერ გამოთქვამდი, შენ ვერ მოახდენდი გავლენას იქ მყოფი ადამიანების საზოგადოებრივ აზრზე. ამ კანონს აქვს ყველაზე ფართოდ გაშლილი, ყველაზე შეუბოჭავი, ყველაზე ფართო შედეგები, რომელიც ჩვენამდე კი არა მიაღწევს ნებისმიერ მოქალაქემდე, მათ შორის იმათამდეც, ვისაც დღეს შეიძლება ეგონოთ, რომ ეს კანონი მათ არ შეეხებათ, მაგრამ ყავს ადამიანები, ვინც ძალიან მაღალ პოზიციებზე იყვნენ და სხვა კანონები ისე შეეხოთ, რომ ხო, ეხა ჩვენზე უარესად არიან, ხო? ამიტომ ყველაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თეორიულად აი ამ კანონს ვერ მიუყენებ. ერთი საკითხი, რომელიც ესე მაგალითებით რო ვაჩვენოთ, მე მგონი, უფრო გასაგები რო გახდეს ადამიანებისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ორგანიზაციამ, საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება თუ ადგილობრივი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ადგილობრივში გულისხმობს საქართველოში არსებულს, ოღონდ შეიძლება იყოს აღქმული ვიღაცის მიერ, როგორც სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობა, გაჩუქა ევროკავშირის დროშა, რომელსაც გადმოფენ საკუთარი აივნიდან. ციხეა მაგაზიაც. ხო, ანუ ამ კანონის მიხედვით ეს იქნება, რადგან ევროკავშირის დროშას გადმოფენა ამერიკის შეერთებული შტატების დროშას მაგალითად. ან მაისური, რომელზეც ეს გახატია საერთოდ, არ არის აივანზე გადმოფენა, მაინდა-მაინც აუცილებელი, ხო? შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ შენ ამით ეწევი რაღაც პროდასავლური ორიენტაციის, საგარეო პოლიტიკის აზრის გავრცელებას საზოგადოებაში და შეიძლება ამის გამო შენ ასევე პასუხისმგებლობა დაგეკისროს. ეგ არის კიდევ ერთი ნიუანსი, რაზეც ბევრს არ ვლაპარაკობთ ხოლმე და მნიშვნელოვანია რა აზრს გამოთქვამ და რის მიმართ ეცდები რომ წაიყვანო საზოგადოება, ესე რომ ვთქვათ, მოახდინო გავლენა ამ კანონის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, საერთოდ არის აუცილებელი შენი დასჯადობისთვის, რომ ეგ მიზანი იყოს კანონსაწინააღმდეგო. კანონ შესაბამისი რო იყოს მაინც 78 მუხლში გვიწერია რომ ჩვენ უნდა მივიდიოდეთ ევროკავშირისკენ ნატოსკენ. ერთი წლის წინ ამ დროს საქართველოს ვთქვი თავის დროს. კი. ერთი წლის წინ ამ დროს საქართველოს ბანკის და სხვა ბანკების ასე არ ვიცი PSP ყველამ საერთოდ თავიანთ კლიპებში რომელიც გააკეთეს და ასე შემდეგ აკეთებენ. შეიძლება ახლაც აკეთებენ იმავეს ევროკავშირის დროშები დახატეს შიგნით. ევროკავშირის ფერებში იყო ყველაფერი გაკეთებული. გადმოფინეს დროშები შენობებიდან. გადმოფენილი არის ბიზნესების
და ასე შემდეგ შენობებიდან, ხო, საქართველოს ბანკსაც აქვს მეგონი რაღაცა ეგეთი, არ მახსოვს ზუსტად. იქ ქონდა გადმოფენილი. ხო, თუ ქონდა უარესი მათთვის, მაგრამ ხო, გადმოფენილი აქვს ეს დროშები და იმის მიხედავთ, რომ ეს არ მხოლოდ კანონს შესაბამისი, არამედ კონსტიტუციაში გამტკიცებული მიზანი არის, რისკენაც უნდა მივდიოდეთ. თან ეს სხვა ეხება იდეაში, ეს ეხება უკვე მუხს, რომლის მიხედვითაც ბიზნესს, როგორც განაცხადეს, უნდა დარჩეს უფლება მხოლოდ ილაპარაკოს ბიზნესზე, ანუ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობით დაკავდეს და აღარ უნდა ჩაერიოს არანაირად ამ პროცესში, როგორც განაცხადეს კამპროექტის ავტორებმა და გუშინ, როდესაც ავტომობილით გზავრობდი, დავაკვირდი ვისოლის ბენზინგასამართ სადგურს, სადაც ეკრანზე პერიოდულად გამოდის ევროკავშირის დროშა. ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვისოლი დღეს რაღაც განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა რაიმე პროტესტისადმი, მაგრამ ის ამბობს, რომ ევროკავშირის სიმბოლო მისთვის მნიშვნელოვანია. ახალი რეგულაციებით, რომელიც შემოდის, შეიძლება თუ არა ამის გამო ხვალ კომპანია ვისოლი ჯერ დაჯარიმდეს 20,000 ლარით, როგორც კანონი თვალეწინებს და მოგვიანებით შეიძლება მეორე ჯერზე, თუ კი ამას გააგრძელებს, ის სამართლეს აიღზრა საქმე მათ წინააღმდეგ. ხო, თავდაპირველად ეს იყო მეორე ჯერზე 40,000 უნდა ყოფილიყო და ყველა შემდეგ ჯერზე, მაგრამ ამკაცრებენ აშკარად ამ კანონ პროექტს. ხო, ეგეც ვთქვათ პრინციპში. ეს კანონი არ არის ჯერ ამის კანონად ქცევამდე დარჩენილი არის რამდენიმე კვირა და ამ კვირის განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრი რამ ჩაამატონ, ისევე როგორც ჩაამატეს უკუძალის საკითხი და მაგაზეც მე ვისაუბროთ, მაგრამ ეხლა ვისოლს რაც შეეხება და სხვებს, ხო, ანუ ნებისმიერი სახის აზრის გამოხატვა იმ საკითხზე, რაც არ ვიცი, აი რესტორანი რო ავიღოთ მაგალითად, რაც ხინკლის გემრიელობას არ შეეხება, ნებისმიერი რამ საქართველოს რა ვიცი აი აფხაზეც არ დავივიწყებთ რაღაცა მსგავსი საკითხის გამოფენა მიწერა ასე შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს არასწორ სამეწარმეო საქმიანობად. ხოლო რაც ნიშნავს ეს მოქალაქეებისთვის ჩვენთვის ხო აი წეგან რო ვამბობდით ევროკავშირის დროშის გადმოფენა ნაჩუქარი ევროკავშირის დროშის გადმოფენა აივნიდან შეიძლება ჩაითვალოს სხვა ადამიანებზე ხო, შეიძლება ჩაითვალოს ამ გავლენის მოხდენის მცდელობად. კი ბატონო, არა, ესეც არის მცდელობა არის, იმიტომ რომ რეალურად ეს კომპანია გეუბნება, რომ ჩემი პოზიცია არის, თუ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე სურს ამ სახით საკუთარი აზრის გამოხატვა. მე ჩემს საინტერესო რა არის, იცი რომ აი შევხედოთ ახლა ცოტა ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან რა. როცა ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, მე არ ვლაპარაკობ ამაზე, როგორც კანონებში რა წერია, მუხლი, პუნქტი, რაღაც ეს გონია. არა, უფრო მეტიც ეს მგონია, როცა ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ, მგონია ძალიან პრიმიტიული დანახვა ადამიანის უფლებების. სინამდვილეში, განსაკუთრებით ბუნებითი უფლებები ადამიანებს გვაქვს არა, იმიტომ რომ კონსტიტუციაში გვიწერია, არამედ იმიტომ რომ ესეთები ვართ გაჩენილები ვართ ადამიანებად, ხო? შემოქმედმა, ვიღაცისთვის ღმერთმა, ვიღაცთვის შემოქმედმა, ვიღაცთვის ბუნებამ, რო შექმნა ადამიანად მოგცა უნარი, იაზროვნო, კონდეს შენი საკუთარი აზრი, გამოხატავდი ამას, ახერხებდი ამას მეტყველებით, წერით, სხვადასხვა ფორმებით და დაწყვეტილზე მთავარია შენი აზრი არ ინახებოდეს მარტო შენთან, იმიტომ გაქეკ შესაძლებლობა რომ დანარჩენებსაც გაუზიარო, ხო? სამყაროს პროგრესი დგას იმაზე, რომ ადამიანები ერთმანეთში აზრებს ცვლიან, კამათობენ, დისკუსია წარმოებს და ამით მიიწევს საზოგადოებების განვითარება წინ. და მათ შორის ამ უფლებით სარგებლობს არა მხოლოდ ადამიანი, როგორც ერთი ფიზიკური პირი, არამედ ეს უფლება ასევე გარანტირებულია ორგანიზაციებისთვისაც. ორგანიზაციებს, მათ შორის კომერციულ ორგანიზაციებს, ვერ წავართვევთ ჩვენ შესაძლებლობას, რომ მათ კონდეთ კოლექტიური, შეთანხმებული სამეწარმეო სუბიექტის პოზიცია რაღაც საკითხთან დაკავშირებით. ეს არ არის აზრი პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ აზრი არის ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელი, მაგრამ არსებობს პოზიცია, რომელიც შეიძლება კონდეს ორგანიზაციას და მისი გამოხატვა სურდეს. და ეს კანონი გვეუბნება, რომ სამეწარმეო სუბიექტებს აღარ უნდა კონდეთ პოზიცია. და ეგ კიდევ უფრო საინტერესოა, როცა ეს საკითხი შეეხება მედიას. მედიაც არის სამეწარმეო სუბიექტი. ის სპეციფიური სამეწარმეო სუბიექტია, მაგრამ კანონში მოცემული რედაქციით არ შეიძლება თურმე არც ერთ სამეწარმეო სუბიექტს კონდეს სურვილი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. ხო, აი რო წავიკითხოთ ახლა მე ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსის მუხლიც წამოვიღე, ამოვბეჭდე, როგორც არის ფორმულირებული, ის ასევე, ასე ვთქვათ, ყველა იურიდიულ პირს ამბობს, ხო? კი, ყველა იურიდიულ პირს. კი ბატონო. ხო, მაგიტო არის ეს კანონი ალბათ ყველაზე უფრო არაადამიანური კანონი, რაც ოდესმე დაუინიცირებია, არა ქართულ ოცნებას კი არა, არც ამ ქვეყანაში ნებისმიერს. ეს კანონი ართმევს ადამიანებს მათ ყველაზე ძირითად ბუნებით უფლებას, რომ
გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, ილაპარაკონ იმაზე, რაც სურთ. აი მედიაში რედაქტორს უკრძალავს რომ ქონდეს რედაქტორის სვეტი, სადაც რაღაცებზე ისაუბრებს და თან ამასთანავე ეს არის აი უკიდურესად ჩამორჩენილი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეხა თანამედროვე სამყაროში ვიცით რომ რას დაწერ, კი არა, როგორ დაწერ, ეგ უფრო მნიშვნელოვანია, ხო? შეიძლება ერთი საკითხი გააშუქოს 20-მა მედიამ 20-მ სხვადასხვა სიტყვის გამოყენებით და სხვადასხვანაირად. ანუ შეუძლებელია, ანუ ფიზიკურად მედია თუ არსებობს, ის თავის პოზიციას აფიქსირებს. გამორიცხულია რომ მედიას რაღაცასთან დაკავშირებით პოზიციას დაფიქსირება აუკრძალო. ამ კანონს უნდა ხო ამ კანონს შეიძლება გითხრან რომ აი მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან და შეიძლება გითხრან რომ შენი სამეწარმეო საქმიანობა მიიღო და გაავრცელო ინფორმაცია და არა ის რომ შენ ადგე და მე შენი პოზიცია მიაყოლო ხშირად გავიგია ხოლმე ჩვენ ეს სხვათაშორის თუცა მედიის კრიტიკა გვესმის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი ფსევდო თავისუფალი მედია კრიტიკოსებისგან რომ აი მედია თავის როლს არ ასრულებს სწორად, იმიტომ რომ ისინი თავის პოზიციას გამოხატავენ. თითქოს მედიას არ უნდა ქონდეს ან ჟურნალისტს არ უნდა ქონდეს პოზიცია და თითქოს მათი როლი არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება და გავრცელება. ეხლა მაგათაც აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ეკენი რო ამბობენ რომ მედია არ აკეთებს რაღაცასო, მაგით ცდილობენ გავლენის მოხდენას მედიაზე ამ საზოგადოების ნაწილზე, ამიტომ ეკენი ციხეში უნდა წავიდე. მოდი კიდე ერთ კითხვას დავსვამ. საბა, მე მგონი ეს კითხვა რელევანტურიც არის და თან ეპასუხება კომენტარს, რომელიც მოვისმინეთ კანონპროექტის ინიციატორებისა და მხარდამჭერებისგან, რომ ბიზნესმა აკეთოს საკუთარი საქმე, ჩვენ არ ვერევით მათ საქმიანობაში და ისინიც ნუ ჩაერევიან პოლიტიკაში. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკა ყველაფერს ეხება. ბიზნესის კეთებაც ეხება პოლიტიკას საბოლოო ჯამში, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ავიღოთ ღვინის წარმოება. თუნდაც საქართველოში ღვინის წარმოება გათავისუფლებული არის აქციზისგან. ანუ აქციზის გადასახადი არ არსებობს ღვინოს. ნუ რატო ეს გასაგებია საკუთარი მიზეზებით და უცებ გადაწყვიტა სახელმწიფომ შემოიღოს აქციზის გადასახადი, იმიტომ რომ ბიუჯეტს ვეღარ ავსებს კარგად და უნდა დამატებითი ფინანსების მობილიზება. ან მეორე ვარიანტი უბრალოდ გადაწყვიტა სახელმწიფოს სამსახურებმა კონკრეტულ ბიზნესებში შევიდეს. აი როგორც ახლა გუშინ წინ და თუ არის ერთი თვის წინ გადაწყვიტა შესულიყო სასუსათო მარკეტებში გამოძიების თუ შესწავლის ჩასატარებლად. თუ ამ ყველაფერზე განცხადებას გააკეთებს ბიზნესი. შეიძლება თუ არა ეს აღქმული იქნას როგორც ბიზნესის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან და პირველ ჯერზე დაჯარიმდეს, ხოლო მეორე ჯერზე სამართლის წესით დაისაჯოს. როგორც კარგი იურისტი უპასუხებდა ამ კითხვას, ამაზე პასუხი არის, რომ არ ვიცით. და ეგ არის ამ კანონის მთელი უბედურება რა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ ამ კანონის დამწერმა, ინტერპრეტატორმა, სასამართლომ, აღმასრულებელმა ასე შემდეგ ჩათვალოს, რომ ეს აი ვიწრო და კეთილსინდისიერად განმარტოს და თქვას, რომ შენ რაკი ღვინოს რაკი ეხება ეს განცხადება, რაკი შენ რაღაცა ევროკავშირზე არ ლაპარაკობ და ასე შემდეგ, ოკეი, ჯანდაბას ჩაგითვლი, რომ რაღაცა შენი ძირითადი სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ არ მოსწონ ხარ ვიღაცას დაუშვათ და აღარ განიმარტება ესე ვიწროთ და იტყვიან რომ შენი საქმე არის არა განცხადებების კეთება, რაღაცა პოზიციების გამოხატვა, ბრიფინგების ჩატარება, არამედ შენი საქმიანობა არის ღვინის დაყენება, იქ ვაზის მოკრეფა, ღვინის გაკეთება, გაყიდვა, მორჩა, იმის იქით რაიმეს თუ გააკეთებ, შენ ხარ აი ამ კანონის დამრღვევი. და ამიტომ ეგ არის ეს კანონი არის ჩამოყალიბებული იმდენად ბუნდოვნად, იმდენად საერთოდ არავითარ კრიტერიუმებს არ მოიაზრებს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიგებთ დატენილ თოფს რომელსაც ამ კანონის დამწერი გადასცემს აღმასრულებელს და ეუბნება რომ აი შენ ვისაც გაგიხარდება და ვიზეთ შევთანხმდებით, ყველას შეგიძლია ესროლო, ყველა არის შენი რაღაცა სროლის რადიუსში, ნებისმიერ სამოიგებ მიზანში და შენ გექნება საკმარისი ფორმალურ სამართლებრივი ბაზისი, რომ იმ ადამიანს ეს ტყვია მოარტყა. კი ბატონო. კიდევ ერთი საკითხი და მე მგონი ნენელა ჩვენი პოდკასტიც დასასრულისკენ წავა. ეს არის ცვლილებები პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი იქნება ის, რომ ადამიანი მუშაობდა ისეთ ორგანიზაციაში და ასაქმებული იყო ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ფინანსდებოდა უცხოური ძალისგან მას 8 წლით ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა. აი ესეთი მაგალითი რო განვიხილოთ, ეხლა ის შეიძლება რო კითხულობს ადამიანი, რაც უცხოური ძალა ისევ ჩანს ეს სიტყვები, რომ რაღაც ფრეიმია ისეთი გაკეთებული, რომ რაღაც თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავს. მეორე მხრივ კანონით უცხოურ ძალად გამოცხადა ყველა, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს იურიდიულ პირს პირდაპირ, ხო?
ადამიანი, რომელიც არის ექიმი და მუშაობს წითელ ჯვარში. უნდა მივიჩნიოთ თუ არა ის, რომ და არა საქართველოში წითელ ჯვარში მუშაობს, ეხმარება რომელიღაც აფრიკულ ქვეყანაში გაჭირვებულ ადამიანებს. მას 8 წელი აღარ ექნება საქართველოში პოლიტიკური პარტიის წევრობის შესაძლებლობა. საქართველოს მოქალაქეს. უკეთესი, რა ვიცი, სოფლიო ბანკში მუშაობს რაღაცა უმაღლეს პოზიციაზე და ასე შემდეგ, რა ვიცი, ევროკავშირის ბანკში მუშაობს და არის რაღაცა წამყვანი ფიგურა, მენეჯერი და ასე შემდეგ და ეს კანონი უკრძალავს მას, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და თავისი ცოდნა და გამოცდილება ადამიანს არ მხოლოდ გაუზიაროს როგორც პასიურად და ასე შემდეგ, არამედ ეს კანონი უკრძალავს მას, რომ მიიღოს მონაწილეობა აქტიურად პოლიტიკურ პროცესში და აქტიურად, რა ვიცი, მოსახლეობის ხარდაჭერის მოსაპოვებლად იბრძოლოს, რომ დაუშვათ შემცირდეს საქართველოს საგარეო ვალი. ამას უკრძალავს და ჩემთვის ეკო გაუგებარი, ანუ რატომ ვუკრძალავთ ადამიანებს, რომლებსაც გამოცდილება აქვს, რომ საერთოდ იბრძოლონ მოსახლეობის ხარდაჭერის მოსაპოვებლად. რომ მეტიც ესე რო ვთქვა, ნახე, შესაძლებელია ძალიან კარგ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ან საერთაშორისო კომერციულ ორგანიზაციებში ძალიან მაგარი განათლების მქონე, ძალიან მაგარი გამოცდილების მქონე ადამიანები უნდა განარიდო ქართულ პოლიტიკას. ეს არის ამის მიზანი. ის ადამიანები, რომლებიც აი ზურაბ პოლოლიკაშვილი მაგალითად, რომელიც საქართველოს მიერ იყო წარდგენილი და იყო რამდენიმე წელი ტურიზმის მიმართულებით გაეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ხელმძღვანელი, ხო? მას რეალურად ეს კანონი ეუბნება, რომ 8 წელი მას აღარ ექნება პოლიტიკური საქმიანობის უფლება საქართველოში. და რო შევხედოთ, მან ასევე არის ჩადებული მსუსხავი ეფექტი. რომ შენ თუ გინდა რომ მომავალში დაიკავო რაიმე თანამდებობა, არჩეული თანამდებობა დაუშვათ, ხო? ანუ საქართველოს მოქალაქეებს მიმართო როგორც პოლიტიკოსმა, პარტიის წევრმა, ასე შემდეგ, მაშინ შენ აღარ გაქვს უფლება, რომ საერთაშორისო რაღაცა გამოცდილებები შეიძინო და იმუშაო საერთაშორისო პერსპექტივა რო შეიძინო. შენ გკეტავენ სპეციალურად ძალიან ვიწრო მიმართულებით და გისპობენ განვითარების, არ ვიცი, კარიერულ უამრავ შესაძლებლობას, თუ შენ გინდა რომ ოდესმე აი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის რაღაცა საერთო სასარგებლო პოლიტიკურ საქმე გააკეთო. ეგ არის ეგ და მე ისიც მაინტერესებს 8 წელს რატომ კრძალავენ 10 წლის წინ. ორი ვადა ალბათ მომდენო. ეგ კი, მაგრამ რო შევადაროთ 8 წლის წინ ახლანდელი ქართული ოცნების რამდენი წევრი მუშაობდა ზუსტად ეგეთ ეგ ალბათ გამოსაკვლევი გვაქვს ცალკე. კიდევ ერთი ცვლილება რაც იყო არის რომ ძველად ეს კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი რეგულაციების ქვეშ აქცევდა იმ სუბიექტებსაც, რომელსაც გაცხადებული პარტიული ინტერესი ჰქონდა, ხო? შეიძლება ეს არ იყო რეგისტრირებული პარტია, მაგრამ საჯაროდ ჰქონდა დაფიქსირებული ორგანიზაციაც, რომ ჩვენ ვაპირებთ პარტიად რეგისტრაცია, შეიძლება მიმართულიც ჰქონდა უკვე რეესტრისთვის და ხარვეზე იყო დანიშნული და ჩვენ გვინდა ეს. მაგრამ იცვლება ეს ტერმინიც და შემოდის ნაცვლად პარტიისა, პარტიულ პოლიტიკური. აი ეს ცვლილება რას ეხება და რას მოიცავს შენი აზრით როგორ გესმის? ვინ შეიძლება მოექცეს ამ ცვლილების შემდგომ პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ქვეშ მთელი მისი გართულებული რეგულაციებით, რომელსაც მე აუდიტის სამსახური მიაკითხავს სახში, წაიყვანს სასამართლოზე დასაკითხად, რაღაც ინფორმაციებს ამოუღებს და ცხოვრებას გაურთულებს. ანუ ვის გაურთულებს ცხოვრებას ეს ცვლილება? აქამდე ეწერა მან პარტიული მიზანი. ეს პარტიული მიზანი გასაგებია, რომ ანუ შენ თუ ხარ პარტიის რაღაცა წევრი, თუ შენ გაქვს ამბიცია, რომ იყო არჩეული თანამდებობის პირი, პარლამენტის წევრი, ასე შემდეგ, მაშინ შენ რაღაცას იკეთებზეც უარი უნდა თქვა, მაგალითად, პირადი ცხოვრების რაღაც ნაწილზე, ან ფინანსური ინფორმაციის რაღაც ნაწილზე, აბსოლუტურ დაცულობაზე, ხო? ანუ შენი რაღაცა გადარიცხები და ასე შემდეგ, შეიძლება იყოს საჯარო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური წესები პარტიებისთვის, რომ მათ არ შეუძლიათ რაღაც შემოწირულობის მიღება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. პარტიის წევრი თუ ხარ, ეგ შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ აქ შემოსული პარტიული პოლიტიკური მიზანი ნიშნავს იმას, რომ აი მე თუ ვამბობ მაგალითად იმას, რომ აი საქართველოში არ ვარგა, არ ვიცი, რომელიღაცა უწყების მუშაობა, რომ აი ძაღლების თავშესაფარს არ აშენებენ დროულად მერის რომელიღაცა ქვესუბიექტი, ხო? ეგ მაშინ ანუ ამ განმარტების მიხედვით მე ხვდები ამ ყველაფერში და მე ისევე როგორც მაგალითად ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ერთი რეგულაციების ქვეშ კი ანუ მოქალაქე რომელიც Facebook-ზე სოციალურ ქსელში პოსტავს
პერიოდულად ან იშვიათად არ აქვს მნიშვნელობა კრიტიკულს პოლიტიკურ საკითხებზე, შეიძლება ამ კანონის მიხედვით მოექცეს ფაქტობრივად პოლიტიკურ პარტიული ინტერესის მქონე სუბიექტად და დაექვემდებაროს იმავე ტიპით შემოწმებას, რომელთაც უნდა ექვემდებარებოდეს რეალურად, თქვათ, მაღალი თანამდებობის პირები, თავად პარტიული თანამდებობის პირები, ხო? ეს კანონი, აი ეგ ჩანაწერი კონკრეტულად პოდკასტერებს და პარლამენტარებს აბსოლუტურად ერთ სიბრტყეში აყენებს. პოდკასტერი, რომელიც, რა ვიცი, გიყვება ჩვენზე იქით იყოს, მაგრამ აი რა ვიცი, მოგზაურობს და გეუბნება, რომ უი ამ ქვეყანაში რა კარგი ყოფილა ცხოვრება, ხო? ან რაღაცა ხო, ან სადღაც ცუდი, ან კონკრეტულ რაღაცას გეუბნება, რომ აი აქ რო უსახლკარო ადამიანებს ხედავენ, უი რა კარგი ყოფილა, ანუ უფასო სასკოლო კვება რო არის, რა კარგია ნეტა ჩვენს გქონდეს. მორჩა, ეგ ადამიანი შეიძლება იყოს. ნახე, ესე რომ დავსვათ, პოდკასტერი, რომელიც წერს პოდკასტს, საზოგადოებრივ პოლიტიკურ საკითხებზე და შემოსავალს იღებს YouTube-დან ან Facebook-დან მონეტიზაციას. ექცევა თუ არა ამ კანონის ქვეშ, ამ კანონების ქვეშ, რაც თქვი. გრანტების კანონის ქვეშ რო ექცევა, მაგაზე უბრალოდ კითხვის ნიშანი არსებობს და ეს უკვე მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების შესახებ კანონის ქვეშაც რო ექცევა მაგ ჩანაწერის მიხედვით, ეგ იმას ნიშნავს, რომ არ მხოლოდ ის ნებართვების და ასე შემდეგ ჩალიჩი მოუწევს, არამედ მაგის მიხედვით მისი გადარიცხვები და სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც პარტიულ მუშაკებს აქვთ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი დეკლარაციის სახით, მაგასაც მოუწევს. ხო, ისინი პოდკასტერებზე, ხა თუ გვიყურებენ და ალბათ გვიყურებენ, თქვენთვის ცუდი ამბავი ის გვაქვს, რომ არა მარტო კობახიძის განცხადება, რომ თქვენს რეგულირების ქვეშ უნდა მოექცეთ, არამედ თავად კანონპროექტი ტექსტობრივად თქვენს წინააღმდეგ, ან ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული, რომ თქვენი ხმა გაჩნდეს. ერთი საკითხიც და დავასრულოთ, ამ კანონებს ექნება თუ არა უკუძალა და თუ ექნებათ რა ნაწილში. ეგ არის ყველა საინტერესო საკითხი, იმიტომ რომ ვინც არ იცის და იურისტი არ ხართ, ეს უკუძალა რას ნიშნავს? უკუძალა ნიშნავს, რომ დღეს რო უკრძალავ რაღაცას, თავშოთ დღეს ამას იქით აღარ შეიძლება არ ვიცი, ქუჩაში ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დავაწესო დღეს. ეს არის აკრძალული უკუძალა. კი ბატონო. უკუძალის შესახებ ჩანაწერი არის ერთადერთი, რომელიც ბატონი ირაკლი კირცხალია იყო, რომელიც გამოვიდა ეს პირდაპირ წაიკითხა ყველა ეს ეგ ნაწილი არ წაუკითხავს 28 იანვარს, როდესაც ეს კანონ პროექტი დაანეს, ის არ წაიკითხეს ის ერთი რაღაც და ეგ არის არდა ყველაზე მნიშვნელოვანი და ნუ გასაგებია რატომაც არ წაიკითხეს. მეგობრებო, უკუძალა ნიშნავს ამას, ამ კანონში ჩადებული, რომ აი დაუშვათ ისევ ემიგრანტზე წავიდეთ, ემიგრანტმა გავანებოთ უცხოელმა მეგობარმა ჩამირიცხა $100. უმარტივეს $100 ჩამირიცხა, ამ $100-დან ავი $20 ან $10, მოკლედ ტაქსი გამოვიძახე, წავედი პროტესტზე. აი არ აბსურდში არ გადავიდეთ, მარტივი რაღაცა ვთქვათ რა, წავედი პროტესტზე. აი ამ მაგალითში, როცა ფული გადმომირიცხა იმ ადამიანმა, ეს გრანტი ჯერ არ ყოფილა. მაგრამ როგორც კი მე ავდგები და წავალ და ამ ფულს გამოვიყენებ ან პროტესტში მონაწილეობის მისაღებად, ან რაღაც საზოგადოებრივი აქტივობის დასაგეგმად, ან გადასარიცხად სხვა ადამიანისთვის, რომ მას მივეხმარა პოდკასტის დონაციისთვის და ასე შემდეგ, უეცრად ეს შროდინგერის ფული ხდება გრანტი. და რა კი მე თავის დროზე, როცა იმან ჩამირიცხა ეს ფული, ჩარიცხვამდე არ მივადექი ბატონ კობახიძეს და არ ვთხოვე, რომ აი იქნე შეიძლება რომ $100 ჩამირიცხოს, იმიტომ რომ მე $20 შეიძლება ამაში დავხარჯო 10 ამაში და 5-ით რა ვიცი, რაღაც სიგარეტი ვიყიდო, ეს რა კი არ გავაკეთე. მე უკვე ვარ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ და მე შეიძლება დამიმუქროს 6 წლის თავისუფლების აღკვეთა. უკუძალა ნიშნავს ამას, რომ ჩვენ ვიგებთ შროდინგერის გრანტებს, ანუ ფულს, რომელიც სადაც თუ დავხარჯავ ერთი მიმართულებით, დავუშვათ მარტო საკეიფოდ, არ იქნება გრანტი და არ ვიქნები დამნაშავე, მაგრამ ფულს თუ დავხარჯავ საკეიფო და სადღეგრძელო სახით ვიტყვი, რომ აი რა კაია ნეტა ევროკავშირში გავწერიანდებთო და ასე შემდეგ. ეს გამოდის გრანტი რა კი ისეთი სადღეგრძელო ვთქვი, ოღონდ გრანტი მიმიგი არა სადღეგრძელოს თქმისას, არამედ როცა ჩამერიცხა და შესაბამისად მე აღარ მრჩება არავითარი შესაძლებლობა რომ ეს 6 წლიანი თავისუფლების აღკვეთა თავიდან ავირიდო. ანუ აღარ მაძლევს. როგორც კი ხმას ამოვიგებ, ერთ სიტყვით ეს კანონი არის გაჩვენების კანონი, ხო? როგორც კი ხმას ამოვიგებ და ვიტყვი რაღაცას საქართველოს ცხოვრებაზე, იმ წამსვე უკანა რიცხვით მეუბნებიან რომ შენ თურმე გრანტი მიგიგია და რა კი ხა გამოთქვა მოსაზრებებს, მორჩა შენ უნდა დაექვემდებარო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ხო, მოკლედ ეს შინაარსობრივ ნაწილს შეეხებოდა ჩვენი დისკუსია ძირითადად
თუმცა როგორც იურისტი ალბათ საბასთან მეთანხმება ვიტყვი, ეს კანონი თან სუდი იურისტების დაწერილიც არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოყენებული ტერმინი, წყობა არის, ან მიუთითებს რომ ძალიან ჩქარა დაიწერა, ან კვალიფიკაცია სათანადო არ ქონდათ ადამიანებს, მაშინ როცა სუდის დაწერა გინდა, ცუცაც რო ვერ წერ კარგად. ეგ შემთხვევა გვაქვს. ერთი ამბავი არის რომ განზრახბუნდოვნად გინდა დაწერა და აქ რაც არის ასევე მაგის მიღმა არის რომ უბრალოდ ვერ გაიგებ რა ხდება რა. სხვა დაანონსეს და მე უკვე გამოქვეყნებულ რედაქციებში კიდე რაღაცები გზადაგზე გაასწორეს, ხო? ეგეც გვესმის. ჩვენ როცა 2023 წელს ნახეთ პირველი კანონები ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი და მას როგორც თქვით რუსული კანონები ეწოდა, მაშინ ვადარებდით იმას რა ხდებოდა რუსეთში. ანუ ესეთი კანონები მიიღეს რუსეთში 2011-12 წლებში და ვიცოდით შედეგები, რასთანაც მიგვიყვანდა ეს კანონები. სამწუხაროდ ჩვენი წინასწარმეტყველებები ახდა ამ კანონების მოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ამ კანონებზე ვლაპარაკობთ, რაც ახლა ინიცირებული, მას რუსულსაც ვეღარ უწოდებ პირდაპირ, იმიტომ რომ ამას შეგვიძლია დავარქვათ ივანიშვილის კანონები ქართველი ხალხის დასადუმებლად, იმიტომ რომ ალბათ ესეთ კანონებს მომავალში მიიღებენ ცუდი ქვეყნები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის რაც შეგვიძლია დღეს ამ კანონებზე ვთქვათ, ეს არის კანონები, რომლებიც ემსახურება ერთადერთ მიზანს ქვეყანაში აიკრძალოს საუბარი, ქვეყანაში აიკრძალოს ლაპარაკი. კანონი თანაბრად ეხება ქებასაც და კრიტიკასაც, მაგრამ ცხადია ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლების ქებისთვის ავტორიტარული რეჟიმები არავის სჯიან, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ მისამოღებისთვის ისინი აქტიურად იყენებენ სწორედ საკუთარ რეპრესიულ ზომებს. ეს კანონი კი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და საშინელი კანონია, რაც კი შეიძლება ამ თვალსაზრისით მსოფლიოში იპოვოთ. ეს იყო ჩვენი პოდკასტი. ვინმეს ასევე მაყურებლებს თუ ექნებათ კითხვები, ეს კანონი ძალში წესით უნდა შევიდეს დაახლოებით 7 მარტისთვის და რაიმე კითხვა თუ გექნება, ცხადია შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარები. თუ არ გვეთანხმებით მათ შორის, რაც აქ განვიხილეთ, ან შეკითხვები გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ დააკომენტაროთ ჩვენი პოდკასტის ქვეშ, ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ. გიპასუხოთ არა მარტო ზებრისწყვილად, არამედ დოკუმენტებით და მუხლებით და თქვენ თუნდაც უკეთ გაერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე. მოგეთ მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან დარჩეთ. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. მადლობა.